მოგესალმებით ყველას, მე ვარ და დღეს მე გადავიღებ Brawl-Stars-ს და მოგიზნებათ ეს თუეჭვირი და ლაიქი და კომენტარით გამოიწევთ ჩემი ხდა გაგცილოთ არის ხშირად შემიდობები არ გამოტოვოთ. პირველ რიგში მოგიხადოთ მადლობა, იმიტომ რომ უკვე 350 გამომწერზე ავედით, რითაც მადლობა, უღრმესი მადლობა. ჩვენი შემდეგი გაჩერება არის უკვე 400 გამომწერი და რაც შეიძლება მალე ავიდეთ. ზოგადად წელს საერთოდ მინდა 800 გამომწერზე ავიდე. და თუ ავალთ ძალიან კარგი იქნება. პრინციპში ავალთ რა 10 თვეა თებერვალს ვაღარ ჩავთ. ანუ 10 თვეა თებერვალ შუაში თებერვალი და ისინი ია შუაშია, მაგრამ ანუ 10 თვეა წინ ვიდრა და 10 თვეში რავი 650 გამომწერი წესდადერიგით არაფერი არ არის. ანუ კი არის, მაგრამ უნდა ავიდეთ ხომ რა. ნუ დღეს რატო ვართ ახლა Brawl-Stars-ში შემოსული? იმიტომ რომ უკვე შეგვიძლია რომ გავხსნათ ჩვენი 9 ცალი სტადროპი, აქედან 8 არის რენდომი, ხოლო ერთი არის გარანტირებული ლეგენდარი სტადროპი, ხოლო ჩვენ 9-ის ნაცვლად გავხსნით 18 რატო ვთქვი არ ვიცი. გავხსნით 19, გავხსნით ასევე ჩემ მინი აკაუნტზე, ყველაფერს იგივეს და მეგონებო ასევე ხვალ გელოდებათ ახალი ვიდეო, კიდე ვიდეო, იმიტომ რომ ხვალ მოგცემს უკვე Surge Lighters ამ სკინზეც დავდებ ხვალ აუცილებლად ვიდეოს, როცა ვიღებ, ხვალ ვავიღებ დავდებ ვიდეოს. მოდი მეგონებო, ეხლა მე ვუცბად სანამ მთავარი აკაუნტზე გადავინაცვლებდი, ვუცბად შევიდეთ აქაც და ეს ყველაფერი გავხსნათ, რაც არის 20 საათში მთავრდება და თუ რამე კარგი სკინი იყო, ბარემ შევიძენ, რატომაც არა. იმედია რამე კარგი სკინი იქნება. ჯერჯერობით დიდად გასაოცარი და რამე ისეთი სკინი არ არის, არც ეხლა არ არის სამწუხაროდ. კაი, მოდი ვუცბად ეს უფასოც ავიღოთ 50 ქოინი. რატომაც არა? ოი, ვეღარ ვიღებ, არა ვიღე უკვე. მშვენიერია. ამდენი პიცა გვაქვს. კარგი, ესეც ძალიან კარგი არის. მოდი შევიძინოთ, რატომაც არა, აქ 435 არის. აქ არის 380. ესე იგი ეს რო ვიყიდ 400-იანი 300 რაღაცა დამრჩება. ნეტა რამდენი დამრჩება, ეგ აღარ მახსოვს რა. კარგით მეგობრებო, მოდი ვთქვათ მე მინი აკაუნტზე გადავინაცვლებ და იქიდან დაგიბრუნდებით. დავბრუნდი მეგობრებო და იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. და ცუდად არის მის. მოდი ახაც უცბად ავიღოთ ესენიც. უცბად დაუვაროთ. თუმცა ანუ მაინც არაფერი არ მომდის. მაგრამ მაინც რა დაუვაროთ. ეს უკვე ბული სკინი არის. ესეც გავხსნათ და უფასოც ამოვიღოთ, რატომაც არა. აქ მე მგონი დაჟე კიდე ბევრი რაღაცები მაქვს ასაღები. საერთოდ ესეც მაქვს ასაღები. კარგია, რირი. ანუ ხო არ გადავხდე ესენიც კი ასაღები მაქვს. ესენი მეთქი დამთავრდა. ხო არ გადავხ შენ. კარგი, აქ შევიდეთ მოდი უფასოში, რატომაც არა და აქედან დაუვაროთ ეხლა მოდი პიცებს უცბად. აიღებთ აქ თქო. ეხლა შემდეგი პიცა. მშვენიერია. ესეც შემდეგი 12 პიცა, ესეც ავიღოთ უცბად. რამდენი დამრჩა ხო არ გადავხ შენ ესენი ამიღო მაინც. თქვენ მეგობრებო, ვიდეოს დალაიქება, არხის გამოძრა და ზარიზღლაკის გაქტირება არ დაგავწევთ, რათა ჩემი ვიდეოები არ გამოტოვოთ. და მალე მეგობრებო, ნელ-ნელა უკვე ეხლა არ მგონია რომ, ნუ სტრიმებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე რა. ჯერჯერობით ვერა, იმიტომ რომ არ მცალია რა. მთელი კვირა მაქვს დაკავებული. იმიტომ რომ სკოლა არის და თან პლუს ამას ვემზადები. და იცოდეთ რა, იცოდეთ რა. მაგიტო ვერ სტრიმავ რა და მალე მეგობრებო, ვაპირებ რომ რაღაც ნელ-ნელა სხვადასხვა თამაშებით შემოვიმატანო, მაგრამ ეხლა Brawl-Stars-ში ისეთი რაღაცები არის, სტადროპები მოგასახსნელი, ახალი სკინი უნდა მოგცეს, მიუს ამას, მე ახალი სეზონი გამოდის, რომ მამს ახალი სეზონი გამოდის და იქაც რამოდენიმე ახალი სეზონი რო გამოვა, რამოდენიმე მეჩს შემოგთავაზებთ და იცოდეთ, ანუ ხო რა, მაგაზე მაგ შანსებს არ გავუშვებ და ნელ-ნელა უკვე მეგობრებო შემოგთავაზებთ სხვადასხვა თამაშებსაც არხზე. აქ უკვე 27 დღეზე ვართ, ძლივს ავდივართ 21-ე. და მე მგონი 4 დღე არა, ბევრი დამრჩა.
სად არის ბაზლაითიერი? ხო არ გადაობ შენ. აქ ბაზლაითიერი ხო არ მყავს და იქაც პლუს პიცები, პიცებს ჩუქნის აქაც. კარგი, მეთქი სკინთან ერთად ბაზლაითიერსაც მაჩუქებდა. ანუ სკინს როგორც იცით, ეგრე არის ხოლმე რა, სკინს თუ თამაში ჩუქნის და ბრაულერი არ ყავს, ჯერ ბრაულერს გაძლევს, ჩუქნის და მერე სკინს რა. ვინც არის წოდით, ახლა გეტყვით. თორმე რა ხდება რა, როცა თამაში სურჯი არ მყავდა. ეხლა მე ვაიმე, არანაირი ყიდვა არ მინდა ბრატ. 12 პიცაში ამდენში ეხლა აქ რა მოგდის? 300 მაქვს, ხო? დერილი ნუ ამ ყუთის გახსნა მინდა და რაზეც არის სკინი, მოდი სკინი რა, ბრაულერი ვიყიდოთ ატომაც არა რა, იმ ყუთის გახსნა მინდა. ერთი ბრაულერი უკვე მყავს და დავაგდე ჩათვალეთ რა. წავიდა ისიც მოდი უცბად გავხსნა სუპერიერი ეპიკი, ახლა ბრაულერი, არა, ლეგენდარი პინი. და უკვე გადავიდეთ თუ თამაში რისთვისაც ვართ ჩვენ შემოსული, ესენი სასაღები მაქვს, უცბად. მესამე დღისაც ავიღოთ. მე-4 დღე, ეს რამდენი დღიანი აღარ მახსოვს, მე მგონი 8 დღიანია ესეც. არა, დიდი ხო, 10 დღიანი ყოფილა. ან 9-იანი. 10 დღიანი იგი. ესეც ჩვენი უკვე მე რამდენი დღე არის, არ ვიცი. მე-9 დღეა. ბოლო დღე და ესეც ჩვენი უკვე სტადროპები. დავიწყოთ მოდი, რაც არის სტადროპი, გავხსნათ. თქვენ მეგობრებო, ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწრა და ზარისღლაის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ, რათა ჩემი ვიდეოები არ გამოდავთ. აქ ერთ ცალი უკვე გავხსენი, სამწუხაროდ ვერაფერი. მეორეც რეირი, მესამეც რეირი. მგონია რომ ლეგენდარი და მეგობრებო, დამეწერეთ თქვენ კომენტარებში თუ ამ 9-დან, თუ ზოგმა ბევრი გახსენიეთ რამდენიდან რა დააგდეთ კარგი. ჯეჯრობით მე მარტო აი ახლა უკვე 1 ეპიკი, 9-დან 1 ეპიკი. აჰა, შვენიერია. დამთავრდა. აჰა. 9-დან 1 ლეგენდარი და 1 რა ქვია იმას, ეპიკი. ესეც ლეგენდარი გავხსნათ და სტარ ფაუერი პენიზე. ანუ კარგია, მაგრამ ამ მინი აკაუნტზე არ მგონია რომ ვითამაშო ხოლმე დიდად ბევრი ან რამე ეგეთი რა. ვითამაშო ხოლმე. ამიტომაც მოდი ესე ვსვათ ავიღოთ და გადავიდეთ. ეხლა მეგობრებო, გადავალ მე ვსვათ თავარი აკაუნტზე და იქიდან დაგიბრუნდებით. გადმოვიდეთ რომ მეგობრებო, უკვე ჩემს თავარი აკაუნტზე. სამწუხაროდ აქ ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე რომელი სკინი ვიყიდო. ტარაზე თუ მაქვს რამე სკინი რა, იქ მაინტერესებს. აქ რეირითის მიხედვით რატო ალაგია კაცო, მოსტროფი დალაგდი. ესე, სად არის ჩემი ტარა? აი ჩვენი ტარა არის ეს. ეს ნეტა რამდენჯერმიანი სკინი არის, არც მახსოვს. ნუ, კაი, რატომაც არა, მოდი ის ტარა ვიყიდოთ. თან მე ხო ვიცით ყუთის გახსნა მინდა, იმ ყუთის გახსნა რომ მინდა რომ ჩემები დავაგდო რა. მოდი ბოლოში მაინც ლამადად სკინი ვიყიდოთ. და დავიწყოთ ჩვენი უკვე ეს არის მე-10 მინი აკაუნტიც რომ მივათვალოთ, სამწუხაროდ ისევ ვერაფერი. რეირი. ვერაფერი აქაც. ოპა, სუპერიერი არ ვარგა. სუპერიერი არ მინდა. მითიკი მინდა ან ლეგენდარი რა. და ალბათ ეს უკვე მე-8-ია თავარი აკაუნტში. არა. კიდევ არის 1 სუპერიერი. ნუ ესენი მოდი არ ჩავთვალოთ, ეპიკიდან რო დავიწყოთ და ათვლა. მარტო 1 ეპიკი იყო, ხო არ გადაობ რამდენია. აჰა, მორჩა. და ბოლოს გარანტირებული ლეგენდარი სტადროპი. გთხოვ, რაიმე ბრაულერი დააგდე. წავიდა ბა. და რა ბარლის სკინი ხო არ გადაობ შენ. აჯანდაბად მინდა ბარლის სკინი, დავუჭი ლეგენდარი პინით. არ მინდა. თუ დააგდებდი სკინს, Dark Lord ვაიგი დაეგდო თუ აგდებდა. კაი, მოდი, ვიყიდოთ ჩვენი უკვე ეს Unbrain Ninja ტარა, თან ყუთის გახსნა, მე ხო მინდა. Player icon-ი, თავისი პინი და თავისი აიკონი. ეხა უკვე ჩვენი 150 ჯემიანი სკინი, Unbrain Ninja ტარა და ბოლოს უნდა გაგვახსნებინოს 5. კაი, წავიდა, აბა გთხოვ. რა რეირი, ხო არ გადაობ, რა რეირი.
300 დამრჩა კიდე. ვაიმე, რა ცოტა მაკლდება, შენ ძმობას ფიცა ვარ. კიდე მომდის ერთი. ერთის ყიდვა შემიძლია. ერთის წუთით. კოლეტზე რომ მაჩვენოთ. თუ სად არის ჩვენი კოლეტი? აი კოლეტი აქ არის. რამდენჯერმიანი სკინი არის? არ მიჩვენებს მაგას? არა ჩვენებს მაგას. შედი ისევ აქ 300 მას ეს მომდის და ეს მომდის. კაი, მოდი კრედიტების გამო ვიყიდოთ ჩვენი ეს რაღაცა ნავიგატო კოლეტი. ვიყიდოთ, ესეც უკვე ჩვენი მეორე სკინი, ეხლა უკვე სკინები დამიგრო და რაც ძალიან კარგია, დავაყენოთ 100 ბლინგიც, ვერ დავინახე რომ ბლინგები შეიძლება რომ მოეცა. თავისი პინი და თავისი 75 კრედიტიც მოაყოლა. ალბათ ეხლა რამოდენიმე 36 არის დამრჩა. კარგი. აქ რამდენი მისია მაქვს არ ვიცი. და მოდი მეგობრებო, ეხლა უცბად მოდი სკინები რახან შევიძინე. თითო ხელს შემოგთავაზებთ თუ კარგი მეპი არის ოღონდ. თუ კარგი მეპი არის ოღონდ. კი კარგი მეპია. თვითონაც შემოგთავაზებთ ამ ჩვენი ახალი სკინებით. პირველი რახან ცოტა ისეთი არის რა, კოლეტი არის, რაღაც ნაირი სკინია რა, ალბათ 80 ჩემიანი სკინი არის. არ ვიცი რამდენჯერმიანი სკინი არის. ეფექტი არ ამგონია რომ არა, კარგი ეფექტი აქვს რა. სინამდვილეში მე ახლა ეს სკინი არ მომწონს. მაგრამ გასროლის ეფექტი ლამაზი აქვს რა. თუ აი ვიზუალურად არ ვარგა. ამაზე მოდი ახლა შევთანხმდეთ არ გვინდა არანაირი არაფერი. რომ ვიზუალურად რომ არ ვარგა ამ ბრაულერის რა ჯანდა მოქვია. სკინი რა ვიზუალურად არის გასროლის ეფექტი კარგია. კაი, მოდი ერთი მოვითამაშოთ, სანამ ტოპ 4-ში არ შევალ იქამდე არ დავანებებ. 10-დან ალბათ 5 ან 6 დავუწერდი ვიზუალურად. თორე გასროლის ეფექტი კარგი აქვს რა, გასროლის ეფექტი ცალკე რო შევაფასო, ალბათ დავუწერდი 10-დან რა ვირთი 8 ან 7 რა. საბოლოოდ ეგრე გამოვა რა, 6.5. აი მაგის ფარგლებში რა, 7-ზე მეც არ მივცემდი. დაჟე 6.5-იც მაღალია ამისთვის, ვაიმე. რა სუსტი ბრაულერი არის რა. ვაიმე, სად გადავრჩი, ხო არ გადავალ კიდე. გაინა ვიკემპი რო სხვა გზა არ მაქვს, აქ სპაიკი შემოვიდა, ერთი გავარტყათ. და ასე კარგად, ლამაზად და კარგად. წავაგოთ ჩვენი კიდე ერთი მეჩი. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა უკვე ტარაზე, თორე ეს ძალიან გამიგრძელდება. სად არის ტარა? VR is ტარა. ტარა. არა, აქ არ იქნება აშკარად. ეპიკი არის თუ აი ტარა. ჩვენი ლამაზი. კაი, ეს სკინი ჯობი აქ ამას ვიზუალურად 10-დან 10 დავუწერ რა. ლამაზი სკინი არის. ხო, რო გასროლის ეფექტიც კარგი უნდა გქონდეს, აბა, გასროლის ეფექტით ვნახოთ 10-დან რამდენს დავუწერ მე. და თქვენს რა ვიმეგობრებო, კომენტარებში დამიწერეთ თუ რა დააგდეთ და სკინებზეც თუ დამიწერთ კომენტარებს რომ შეფასებებს თუ დამიწერთ, ძალიან კარგი არის. გასროლის ეფექტის ძალიან ლამაზი აქვს. აქეთ ედგარი არის, თორე ახლა იქ წავიდოდი იმაზე, აქეთ მიკლმ რა კარგად დაიჭირა ჩვენი B, რომელიც სად გადავრჩით. რომელმაც თამაში არ იცის, არა პირიქით იცის. დამჭირსატო ვერ ვთამაშობ, დავიწყებული მაქვს თამაში. კაი. ვერ მომკლობი, შანსი არ გაქვს, თორე არის ნერვიულო. ჩარტი გაჯეტი, შვენიერია, რა კარგ მომენტში დაიჭირა. კარგი იყო. გავიდეთ, ეხლა უნდა ვეცადოთ რაკიდან ჩვენ გავიდეთ, გავახციოთ. თორე ზონა ძამისკენ არის. ეს კარგია თვითონ რომ მომდეს და მე რო არ მივიდეო რა. მე უფრო მეტი შანსი მაქვს რომ გავარტყა, ეხლა თვითონ გამარტყა, არა ვერ გამარტყა. ძალიან კარგი არის, კიდე გავარტყით. რას აკეთებს ეში, ხო არ გადაუხშენ? ის მეორე ალბათ ახალი ბრაულერი არის. ვაიმე. ბი რა მოიხო და ხო არ გადაუხშენ. ჩემი 1000-იანი ბი.
ნუ ვისაც არ გინახავს თუ როგორ ავიყვანი იგი 1000-ზე, გადავდით ჩემ ახზე შედით და იქიდან ნახეთ. აქ ვერ ჩავედი, მაგრამ არ მაინტერესებს, ხო მოვიგე. კი, დაალაიქეთ ვიდეო, დაუჯერეთ ამბის. ძალიან კარგი არის, ლამაზი სკინიც არის, 10-დან 10 ყველაფრით. გასროლის ეფექტითაც და ვიზუალურადაც. აქ მე მგონი 2 საერთოდ ადროპი უნდა გავხსნათ. არა, 1 საერთოდ გავხსნით, კაი, არა უშავს, არანაირი პრობლემა არ არის. მოგრათ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მაგის ეს ვიდეო უჭერთ, დაალაიქეთ. დააკომენტარეთ, გამოიწერეთ შემართ და გაგჭიროთ არის ღილაკი და შემიდობით. არ გამოტოვოთ. მე კი შეგხვდებით ამ მომდევნო ვიდეოში დროებით.